გურამ კაშია, კაპიტანი, რომელსაც საქართველო ელოდა. ის დაიბადა თბილისში 1987 წლის ივლისში. ქალაქში, სადაც ყველა ბიჭს სურს გმირი იყოს, გურამი გახდა სიმბოლო. უფროსმა ძმამ, შოთამ გზა აჩვენა. და შემდეგ ყველაფერი ლეგენდის მსგავსად განვითარდა, თბილისის ქუჩები, პირველი ბუცები და დინამოს აკადემია, სადაც კაშიამ არა მხოლოდ მცველის, არამედ ლიდერის გზას დაადგა. ის არასდროს ყოფილა ხმაურიანი, მაგრამ ყოველთვის იყო სანდო. როცა 2010 წელს ის ჰოლანდიურ ვიტესში გადავიდა, ცოტას თუ ეგონა, რომ მალე გუნდის კაპიტანი გახდებოდა. მან იქ თითქმის 300 მატჩი ჩაატარა, მოიგო თასი და იქაურ გულშემატკივარს საკუთარი გახდა. მაგრამ გურამი ყოველთვის რჩებოდა ქართველად ღირსებით, ხასიათით და გულში დროშით. ის წავიდა აშში, მიიღო გრინბარათი. დაბრუნდა თბილისში, იყო ლოკომოტივში. შემდეგ გადავიდა სლოვაკურ სლოვანში და ზედიზედ 3-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. მაგრამ მისი მთავარი მისია, ეს ნაკრებია. 2009 წელს პირველად ითამაშა. 2018-ში გახდა კაპიტანი. და 2024 წელს ევროზე საქართველოს წარუძღვა ისტორიაში პირველად. ის არ ყვირის. არ თამაშობს შოუს. უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს. სიძლიერით, სიმშვიდით, თავდადებით. მას სცემენ პატივს როგორც თანაგუნდელები, ისე მოწინააღმდეგეები. როცა ვილი სანიოლი 2021 წელს ნაკრებში მოვიდა, კაშია იქ უკვე იყო როგორც საყრდენი და ხიდი თაობებს შორის. მან მხარი დაუჭირა მწვრთნელს, შთააგონა ახალგაზრდები და ჩაუდგა გუნდის სულს სათავეში. დღეს ის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი, 120-ზე მეტი მატჩით. ლიდერი, ადამიანი, მაგალითი. მან ატარა ცისარტყელას სამკლაური მაშინ, როცა სხვებს ეშინოდათ. ის გახდა ხმა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხშირად არ უსმენენ. ის არ მისდევს პოპულარობას. უბრალოდ აკეთებს თავის საქმეს გულწრფელად, ძლიერად, ქართულად. და თუ საქართველოს მინდორზე აქვს გული, მას ჰქვია გურამ კაშია.